სოციალური ქსელი ის ადგილია, სადაც მოზარდები გართობას, სიახლეებსა და მეგობრებს ეძებენ. ძებნის პროცესში ჩართულია ალგორითმი, რომელიც რეალობას შენ ირგვლივ აწყობს. რა მოხდება, როცა ამ ვირტუალურ რეალობაში დეზინფორმაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და ძალადობისკენ მოწოდება გავრცელდება? Ყველა პლატფორმა და მათ შორის რა თქმა უნდა ყველაზე დიდი პლატფორმები, მეტას პლატფორმები, Facebook და Instagram-ი, ალგორითმი ემყარება ჩვენს ინტერესებს. რეალურად, ანუ რაც უფრო მეტად ინტერესდება ადამიანი და გარკვეული ჯგუფი ადამიანების კონკრეტულ კონტენტზე, მით უფრო ხშირად გვხვდება მსგავსი კონტენტი. შეიძლება ჩვენ გვაღიზიანებდეს რაღაც გარკვეული ვიდეო, მაგრამ თუ მას მაინც რაღაც გარკვეული პერიოდი ვუყურებთ და დავინტერესდებით, აი რა მოხდა, რატომ აქვს ამ ხელა გამოხმაურება და ესე ვთქვათ არ დავსკიფავთ, არ გამოვწევთ ამ ვიდეოს, მაინც ალგორითმი ჩათვლის, რომ ეს ჩვენი ინტერესი არის და მათი მთავარი სურვილი რა არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ ამ კონკრეტულ პლატფორმებზე, შესაბამისად ცდილობს, რომ ჩვენს ინტერესებზე იყოს მეტად მორგებული. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში კვლავ Facebook-ია. მას შემდეგ მოჰყვება ვიდეო პლატფორმა TikTok-ი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ის განსაკუთრებით პოპულარული მოზარდებსა და ახალგაზრდებშია. მესამე ადგილზე კი Instagram-ია, დაახლოებით 1.7 მილიონი მომხმარებლით. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან არასრულწლოვნები და თინეიჯერები ამ მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ნაკლებად მიუწვდებათ და ნაკლებად აქვთ კულტურა და იმის, რომ გადაამოწმონ ინფორმაცია, კრიტიკულად შეხედონ ინფორმაციას, რომელსაც ხედავენ და უყურებენ სხვადასხვა პლატფორმებზე და მით უმეტეს აქ გამოწვევა არის TikTok-ი, სადაც ძირითადად გასართობი კონტენტისთვის შედიან ახალგაზრდები და ამ გასართობ კონტენტშიც ძალიან კარგად არის აღრეული ის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილები, რასაც ცდილობენ, რომ არაკეთილსინდისიერმა აქტორებმა გაავრცელონ საქართველოში, მათ შორის მნიშვნელოვანი არის რუსეთის გავლენაც. ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ბოლო პერიოდში უკვირდებით, არის ის, რომ ცდილობენ მსგავსი აქტორები ისტორიის გადაწერას და განსაკუთრებით მოწყვლადები ალბათ ზუსტად ამ მიმართულებით არიან, იმიტომ რომ შესაძლოა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ნაწილზე ნაკლებად გქონდეთ ინფორმაცია არასრულწლოვნებს და მაგალითად იყო ესეთ შემთხვევები, როდესაც ბერიას და სტალინს წარმოაჩენდნენ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკოსებად, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ქვეყნისთვის და აქ დაფარული იყო ის რეპრესიები, რომელიც მათ საქმიანობას მოჰყვებოდა და განსაკუთრებით ბევრი იყო ინტერაქცია ზუსტად არასრულწლოვნების მიერ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის ისტორიის მეორე მხარე, რომელსაც მათ უმალავენ, რეალურად კი ეს არის პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალება. კომპანია მეტას აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი გასულ წელს ბავშვების დაცვის საკითხთან დაკავშირებით სენატში სიტყვით გამოვიდა. მას ბოდიშის მოხდა მოუწია იმ ახალგაზრდების მშობლებისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელში კიბერბულინგის მსხვერპლნი გახდნენ. ძალიან მწუხვარი მის გამო რისი გამოლაც მოგიწიათ. არავის უნდა უწევდეს იმ ყველაფრის განცდა, რაც თქვენმა ოჯახებმა გაიარეს. ამიტომ ვდებთ დიდ ძალის ხმევას, რომ ეს არ მოხდეს. მას შემდეგ მეტა განსაკუთრებით ცდილობს ყურადღება მიაქციოს მოზარდებს. ამის ფონზე საზოგადოებას წარუდგინეს მოზარდების ანგარიშები, teen accounts, რომლებიც არ აძლევს საშუალებას უცხო ადამიანებს მოზარდებს პირადი შეტყობინება გაუგზავნონ. ის ფილტრავს იმ ინფორმაციას, რომელშიც ძალადობა ჩანს. teen account-ი საქართველოში არ მუშაობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის ამოქმედდება. თინ მიმართულება, რომელიც Facebook-მა დაანონსა, ჩაეშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, ეტაპობრივად გავრცელდება რეგიონში, თუმცა პრიორიტეტული სავარაუდოდ, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, არის იქნებიან ევროპის ქვეყნები და ნელ-ნელა ეტაპობრივად გავრცელდება ჩვენამდე, თუმცა არის, როდესაც მაგალითად მონეტიზაცია დღემდე არ აქვს ჩვენს რეგიონს. ამიტომ არ ვიცით და ზუსტად ვერ ვიტყვით ნამდვილად ჩაირთვება თუ არა ეს თინ მიმართულება ჩვენს რეგიონში. პირველი რაც მშობელმა აუცილებლად შემეძლოთ უნდა გააკეთოს, შეამოწმოს რა ასაკი აქვს მოზარდს მითითებული თავის სოციალურ ქსელში. ვიცით რომ მოზარდები როდესაც ხსნიან ანგარიშს, უთითებენ რომ არიან სრულწლოვნები, ეს პირველი დაცვა რაც შეიძლება პლატფორმიდან მოვითხოვოთ, არის სწორედ ის რომ მითითებული იყოს რომ ეს არის მოზარდი. მეორე მნიშვნელოვანი არის რომ შემოწმდეს ინტერესები, რა ინტერესები დაიჭირა ალგორითმმა და შეგვიძლია
შეგვიძლია ეს გადავამოწმოთ, რომ ჩვენ რა ინტერესები ხვდებით, ასევე ფილტრები, რომლებიც Instagram-ზე აქტიურად გვხვდება და TikTok-ზე, რომელიც ჩვენს გარეგნობას ცვლის, ესეც იწვევს მოზარდებში სხეულის მიმართ არარეალური მოლოდინების აღქმას, body dysmorphia-ს და მსგავსი კონტენტზეც მაქსიმალურად მშობელმა უნდა ნახოს და არეპორტოს ეს ანგარიშები, ასევე ნახოს ვის მიყვება ბავშვი, ვის პირად შეტყობინებების მიწერავი შეუძლია და რაც მნიშვნელოვანი არის, რომ private account-ები იყოს, დაცული account-ები იყოს. მოზარდებისთვის უსაფრთხო სოციალური ქსელი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ საშუალება დარეგისტრირდნენ როგორც ზრდასრულები. ამჟამად ტექნოლოგიური კომპანიები სწორედ ასეთ ინსტრუმენტზე მუშაობენ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც შეეცდება სხვა ასაკით რეგისტრაცია გამორიცხოს.